საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და UEFA-ს ერთობლივი ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტარდება საქართველოს საფეხბურთო ლიგებში და ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, ექიმების და ფიზიოთერაპევტების ყოველწლიური ტრენინგი, რომელიც მოიცავს გადაუდებელი სამედიცინო სიტუაციების მართვას საფეხბურთო პრაქტიკაში. Am კურსს აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა სპორტსმენის ამ შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენისათვის, ის ცოდნა, რომელიცაც გვაძლევს ჩვენ ამ კურსის შესაბამისად თავის მცველებთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი არის გადამწყვეტი თუ როგორ შეიძლება ასე ვთქვათ სამედიცინო პერსონალმა საფეხბურთო გუნდში, ნაკრებში მართოს გადაუდებელი სიტუაციები. კურსის მიზანი არის ყოველწლიურად უფრო გავაღრმავოთ პრაქტიკული უნარჩვევები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეორიულ ცოდნასთან ერთად, შესაბამისად მაქსიმალურად დავეხმაროთ ვიყოთ იმ დონეზე, რასაც მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები. UEFA-ს და UEFA-ს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა პირველად სამედიცინო დახმარებას და ჩვენ გვინახავს არაერთი მაგალითი იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთში და მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე და დიდ ფორუმებზეც კი დროულმა და სწორმა სამედიცინო დახმარებამ რამდენი ფეხბურთელი გადაარჩინა ფატალური შედეგისგან. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის გადაწყვეტილებით ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ პირველად დახმარების კურსს, რომელიც შეთანხმებულია და თვითონ UEFA სამედიცინო დეპარტამენტთან და ფაქტიურად მათი ეგიდით ტარდება ეს ყველაფერი. ის ყველა ის პროტოკოლი იქნება თუ წესი, რაც უნდა დაიცვას ექიმმა პირველად სამედიცინო დახმარების დროს არის აბსოლუტურად სკრუპულოზურად გადამოცემული და სრულფასოვნად შესწავლილი და ათვისებული ჩვენი ექიმების მიერ.